ეხლა მე მაინტერესებს თქვენი მეგობრების და თქვენი კოლეგების ამბავი. სცენაზე, გია, ვისთან ერთად ვერ იხარ? აი, ვინ არის შენი პარტნიორი, ვინ იყო, თქვა, შეიძლება ეხლა ამ წუთში არ აკავს, მაგრამ მე ვიგონებ ადრინდელ ამბებს. Ну, რა ვიცი ხა თემო, მე кайხანი ხო თბილისში აღარ ვღერი ვარ უკვე, მაგრამ ხა. აი, შენ თქვი მანანა თოდაძესთან ერთად ვერ ვიყავ. კი, მე ირინა ირემაშვილი, მანანა თოდაძე ძალიან მწვენვალი პიროვნებები. აქ უფრო ნაკლებად ვიცნობ, იქ უფრო კარგად თურმე მოსკოვს შეუძლია. როცა გაშორებული ხარ შენ თողანას, უფრო ადამიანებს და უფრო მეტი მადლობა ყველას, ძალიან უფრო მეტი სიტყვა იქ გავიგე, მაგრამ. რატო ახლა ბოლო კონცერტზე მაია კახიძესთან? მაია კახიძეს ჩამოვარდა საუბარი? მაშინ მაია კახიძეს, ნუ ახლა მაყურებელი როგორც ახლა მიმართავ, როგორც მკითხველს ძალიან კარგად იცნობს. მაიკო ბოლოში იყო ასავალ-დასავალში. მე მაგის ასავალ-დასავალი ვეღარ გავიგე. მაია კახიძის ასავალ-დასავალი, იმიტომ რომ არ ვიცი ხა რომელ ჟურნალშია, რომელ გაზეთშია, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენთან არის დიდი სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებს. მეგობარია ჩვენი და მოდი მაშინ ახლა მაია კახიძეზე ჩამოვარდა. ძალიან ალბათ დარეკავს, ალბათ. თუ უყურებს. დღეს უკვე ბებია, ძალიან მწვენვალი პიროვნება. მე უყურებს ვიცნობ ძალიან კარგი. განუყრელი ახლობელი და დიდი მადლობა რომ მთელი წლების მანძილზე ჩემს გვერდზე იყო. და მაშინ მე მახსოვს წინა გადაცემაზე შენ და მაია ერთად იყავით გადაცემაში და ერთად მონაწილეობდით და მაია სულ ამბობდა ვიმღერე ეს და არ გქონდა მაიას სიმღერის ჩაწერა. შემჭამა ბოლო წლებში დამიწერე სიმღერა, კაი კომპოზიტორი რო იყო. ხო დაუწერე? ბოლო სოხუმში ვიყავი და ერთხელ დავწერე სიმღერა რაღაცა. ეს მე უნდა ვიმღერე. კაი ჯანდება. აი ახლა მაიასთან ერთად ვღერი ხარ შენ. ეს შენი სიმღერაა ესე. კი. შასე, თავზობ სიმღერას მინდა ვიყოთ ერთად. ხო ჩართოთ პირი. Sigmaruli, Jesus.